მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 201 ნომრიდან. ქერი დათესილია პირველი ნაკვეთის 65%-ზე და მეორე ნაკვეთის 45%-ზე. ცნობილია, რომ ორივე ნაკვეთზე ერთად ქერი დათესილია მთლიანი ფართობის 53%-ზე. მთელი ფართობის რა ნაწილს შეადგენს პირველი ნაკვეთი. მოდი ამ ამოცანის ამოხსნის ორ მეთოდს შემოგთავაზებთ, ორნაირად გავაკეთოთ. თავიდან სტანდარტულად დავიწყოთ, თქვათ, პირველი ნაკვეთი სულ არის x-ი ფართობის, პირველი ეს ფართობი იყოს, ფართობი, ხო არის x-ი და მეორის ფართობი იყოს y. ერთეული არც აქ არის პირობაში მითითებული და ჩვენც არ მივთითოთ იყოს. ახლა დათესეს. რადგანაც მხოლოდ ერთ კულტურას თესავენ, არ გვინდა ახლა ქერის და სხვა რამის დაწერა, ზოგადად ახლა ეს დიდი პრობლემა არ იქნება. პირველზე 65, ანუ 65 მიასედი x-ი არის დათესილი, 45 მიასედი y-ია დათესილი. სულ ფართობი რა გამოდის? სულ ხო გამოდის x + y არის ფართობი. და აღმოჩნდა, რომ მთლიანად დათესილი არის მთელი ფართობის 53%, ანუ 53 მიასედი x + y-ის. და მუღამი რა არის ახლა? პირველზეც და მეორეზეც რამდენის არის დათესილი? 65 მიასედი x რომ დავუმატოთ 45 მიასედი y, ხო ცხადია, ტოლი იქნებოდა 53 მიასედი x + y-ის. მოდი ასე გავამრავოთ ყველაფერი, აქ შეიკვეცება 65x + 45y, ტოლი იქნება 53 მიასედი x + 53x + 53y. მოდი x-ები აქეთ დავალაგოთ, y-ები მარჯვენა მხარეს. 65-ს გამოკლებული 53 იქნებოდა 12x, 53-ს გამოკლებული 45 იქნებოდა y და შესაბამისად შეგვიძლია ჩვენ გამოვსახოთ ახლა ერთი მეორეთი. რა ვთქვათ, x-ი ტოლი იქნებოდა 8/12y-ის, ანუ ეგ არის იგივე 2/3y. ახლა რაში მდგომარეობს კითხვა? მთელი ნაკვეთის რა ნაწილს შეადგენს პირველი ნაკვეთი, ხო? მთელი ნაკვეთი, როგორ არ ყვევთ ხოლმე ერთი მეორის რა ნაწილია? უნდა შეაფარდოთ რის ნაწილზეც არის საუბარი, ის ნიშნულში წავა, ხოლო რაც გაინტერესებს, ის მრიცხვაში მიდის, ხო? ანუ ამ შემთხვევაში პირველი უნდა შეგვეფარდებინა სულ მთელ რაოდენობასთან. ახლა ჩვენ აქ, ესე იგი, x-ი უნდა შეგვეფარდებინა x + y-თან და x-ი ხო გვაქვს y-ით აღნიშნული 2/3y-ია, ანუ ქვემოთაც x-ის მაგივრად 2/3y-ს ჩავსვამდით, ეს გამოდის 5/3y, მასთან არის შეფარდებული 2/3y, სამები შეიკვეცებოდა და დარჩებოდა 2 5-თან. ახლა აქ შეგეძლოთ ისედაც სხვანაირად მოხდარიყავით ცოტა უფრო მარტივად, ანუ y რომ გადმოგეტანა, გაყოფით x-ის y-თან ფარდობა ხო იყო 2/3-თან, ანუ x-ი გამოდიოდა 2 ნაწილი, ხოლო y გამოდიოდა 3 ნაწილი. და შესაბამისად გამოდის, რომ ორივე ერთად 5 ნაწილია რა. ეგეთი ამბები გვექნებოდა. კარგი ბატონო. ხო და ორივე ერთად 5 ნაწილი თუ არის, პირველი იქნებოდა 2/5 მთელის. ახლა როგორ შეიძლება ასეთი ამოხსნა შეასრულოთ სხვაგვარად? როგორ მომენტაცით, თუ თქვენ გაქვთ რაღაცა ორი ერთობლიობა, რაღაც აი ერთობლიობაში ახლა რას გულისხმობთ? მაგალითად, ორი სპირტის ხსნარი გაქვთ, პირველი ხსნარი, მეორე ხსნარი და საერთოდ ხსნარი ხომ რაღაც ერთობლიობა კონკრეტული ნივთიერების და რაშიც ეს ნივთიერებაა გაზავებული. მაგალითად, სპირტის წყალხსნარი რა.
ან და შეიძლება იყოს რაღაცა შენადნობი. ну, მაგალითად, ოქროს შენადნობი სპილენძთან და ოქრო იყოს რაღაც კონცენტრაციით მასში და რაღაც პროცენტული რაოდენობით და აი, როდესაც თქვენ მოცემული გაქვთ ორი ერთგვაროვანი ნაერთი, ანუ ერთი და იგივე ნივთიერების გაშედგება პირველიც და მეორეც და იცით კონკრეტული ელემენტის კონცენტრაცია პირველშიც და მეორეშიც რა. ну, ანუ რამდენი პროცენტია. ახლა ამ შემთხვევაში თქვენ იცოდით ორ ფართობზე დათესილი რა ნაწილი იყო ერთზე 65%, მეორეზე იყო 55%. და ამავდროულად თქვენ იცით მეგობრებო, ჯამურად უკვე რომ გააერთიანოთ ეს ორი შენადნობია, ეს ნაერთია, თუ ამ შემთხვევაში ვიცის ნაკვეთი არის, აი თუ იცით ისევ და ისევ იმ ნივთიერების თუ ამ შემთხვევაში დათესილის კონცენტრაცია. 53 იყო, ხო? შეგიძლიათ ასეთი ფანდი გამოიყენოთ. განიხილოთ ეს სხვაობა, ну, ამის დამტკიცება ფაქტობრივად აღარ არის მოყვანილი. ეგ არის 12, ეგ სხვაობა, ალბათ სხვაობის მოდულებს იხილავთ რა. 45 მინუს 53 ვარყოფით, ან მოდულით უნდა იყოს აბსოლუტური მნიშვნელობით 8 და შეგიძლია უკვე დასკვნა გამოიტანო. პირველი არის 8 ნაწილი, მეორე 12 ნაწილი. ან და თუ შეკვეცავდით, ну, ნაწილების შეკვეცა შეგიძლიათ 4-ზე. ეს იქნებოდა ორი ნაწილი, პირველი, მეორე, სამი ნაწილი. ანუ პირველი და მეორე 2-3-თან შეფარდებით უნდა აიღოთ, რომ ეს სცენარი დადგეს, შესრულდეს რა. პირველი იყო 65%-იანი, მეორე 55-იანი და ჯამი 53%-იანი. და შესაბამისად 2-3-თან შეფარდებით თუ უნდა აღვიღო, ესე გამოდის, რომ პირველი იქნებოდა მთელის 2/5, ხო? და სულ 5 ნაწილი გამოდიოდა. კარგი, 200 მეორე ამოცანა. აიღეს გარკვეული მასის 37%-იანი ხსნარი და ორჯერ მეტი მასის 28%-იანი ხსნარი. ანუ გვაქვს ორი ხსნარი, პირველი ხსნარი და მეორე ხსნარი. ну, პირველი ხსნარი არის 37%-იანი. ну, რაღაც ნივთიერება, მასში რაღაც ნივთიერება კონკრეტული ეს გარკვეული მასის ხსნარი. და არა კონკრეტებელ რისი ხსნარია, ნივთიერება არის 37%. და მეორე ხსნარში ეს ნივთიერება არის 28%. ისინი ერთმანეთს შეურიეს. ну, პირველ რა ხდება, ნახეთ, პირველი რამდენიც არის, მეორე ორჯერ მეტი რაოდენობა 2x-ია, ხო? მოდით ვინდათ ლიტრები აიღეთ ერთეულად ახლა. რამდენ პროცენტიანი ხსნარი მიიღება? ანუ ეს საბოლოო ჯამში მიღებული ხსნარი, კითხვა არის, აი იმ ნივთიერებას რამდენ პროცენტ შეიცავს რა? მე რამდენ პროცენტ შეიცავს? როგორ გავიქცევდით? საერთოდ რამდენი პროცენტია კონკრეტული ნივთიერება ამ ნაერთში, როგორ შეგიძლიათ დათვალოთ, ხო? ნივთიერების რაოდენობა უნდა შეაფარდო თლიანად ნაერთად, შემთხვევაში ხსნარი იყო ეგ და უნდა გავავლო 100%-ზე. ფაქტობრივად ამას გეკითხებოდი, მაგრამ ნივთიერება სულ რამდენი იქნებოდა? რამდენიც იყო პირველ ხსნარში, მას უნდა დაემატოს რამდენიცაა მეორე ხსნარში და პირველ ხსნარში რამდენია ნივთიერება? პირველში არის x-ის 37 მიასედი, მეორეში რამდენი იყო? 2x-ის 28 მიასედი. ანუ გამოდის, რომ სულ ნივთიერება იქნებოდა 37 მიასედ x დამატებული აქ 2-8-ს თქვა პიტამეტა 56 მიასედი x-ში. ну, გამოდიოდა რამდენია 93, ხო? მიასედი x-ი. და ხსნარი რა გამოდიოდა სულ ხსნარი გამოდიოდა x + 2x. ანუ ეგ არის 3x. ანუ
რა გამოვიდოდა 93 x-ი, უნდა შეგვეფარდებოდა 3x-თან და გაგვიგროვებოდა 100. 100 შეგვეცდა x-ი, x შეგვეცდა და 93 მესამედი ეგ იქნებოდა 31. ანუ 31%-იანი ხსნარი იქნებოდა საბოლოო ხსნარი. აქაც შეგიძლია პრინციპში აი მეთოდის გამოყენება რაც განახეთ და რა თქვენთვის მომინდია, მაგრამ როგორ გამოიყენებდით აქ. 203. სპილენძისა და თუთის შენადნობის მასაა 12 კილოგრამი და მასში არის 55% სპილენძი. რამდენი კილოგრამი სუფთა თუთია უნდა დაუმატოთ ამ შენადნობს, რომ მიღებული შენადნობა შეიცავდეს 40% სპილენძს. ანუ იყო რაღაც შენადნობი, ხო? რომელიც შეიცავდა სპილენძსაც და თუთიასაც. ნუ სულ არის თქვათ 12 კილოგრამი. და მასში არის 45% სპილენძი. ანუ ეს სპილენძი არის 45%. ნუ კი ბატონო. და კითხვა, რამდენი თუთია უნდა დაემატოს? რამდენი თუთია უნდა დაემატოს? ნუ მივიხოთ ეს შენადნობი. რომელშიც სპილენძი იქნებოდა 40%. მოდი დავფიქრდეთ ახლა. ნუ, მეგობრებო. შეგიძლიათ ეს როგორ გააკეთოთ, ნახეთ. იდეაში, რადგანაც თუთია ემატება, სპილენძის რაოდენობა ხო არ იცვლება. ამიტომ ჩვენ თუ დავთვლიდით, აი მარცხენა მხარეს, რამდენი სპილენძია და რამდენი სპილენძია? 12-ის 45%, 45 მე-100, ხო? ამდენი სპილენძია. მარჯვნივაც იგივე სპილენძი არ იქნებოდა? იგივე რაოდ კილოგრამებში, ხო? აქ რამდენი კილოგრამიც იყო, წონაში არ შეიცვლებოდა, მაგრამ რადგანაც უკვე აი თუთია დამატებული, მთელი რაოდენობის უფრო ცოტა პროცენტს წარმოადგენს სპილენძი, მაგრამ წონაში არ შეცვლილა იგივე რაოდენობით არ. შესაბამისად, წონა სულ რამდენი იყო? ხო, იყო 12 პლუს x კილოგრამი. აი აქ ყურადღებით უნდა იყოთ, ახლა უნდა დაიჭიროთ ეს მუხტი. და გამოდის, რომ ამ 12 პლუს x-ის 40% იქნებოდა უკვე სპილენძი. მაგრამ წონაში არ შეიცვლებოდა იგივე რაოდენობა. სიკვეცება 12 ჯერ 45 უდრის მოდი ფჩხის რო გავხსნით 12 ჯერ 40 პლუს x ჯერ 40. ესენი გამოაკდებოდა, ანუ 45 ცალი 12, 40 ცალი 12 რომ გამოაკდება, 5 ცალი 12 არ დარჩება? ესე იგი 40x უდრის 60 და ეგ 20-ზე შეიკვეცებოდა 2/3 და x უდრის 3/2. ანუ 1.5 კილოგრამი უნდა დამატებოდა, რომ აღნიშნული სიტუაცია გამოსულიყო. 204. ხსნარს, რომელიც 40 გრამ მარილს შეიცავდა, დაუმატეს 200 გრამი წყალი. ანუ გვაქვს ხსნარი. ნუ აქ არის მარილი, შეიძლება სხვა რაღაცებიცაა, არა, ახლა მოდი წყალი. ჩავთვალოთ, ნუ მარტო ამ ორ ინგრედიენტზე საუბრობს და ამ ელემენტზე. რომელიც 40 გრამ მარილს შეიცავდა, ანუ მარილი არის 40 გრამი ვიცით. დაუმატეს წყალი. და ისიც ვიცით, რამდენი დაუმატეს? 200 გრამი დაუმატებიათ. რის შედეგადაც მისი კონცენტრაცია 10%-ით შემცირდა. ანუ რას ნიშნავს ახლა მეგობრებო? ნუ კონცენტრაცია იყო რაღაცა პროცენტი. კონცენტრაცია არის ყოველთვის პროცენტული მაჩვენებელი. ხო შეიძლება ახლა შემცველობაზე გვესაუბრებოდნენ და ამ შემცველობაში ვინმე გულისხმობდეს წონას, აი რამდენი კილოგრამ შეიცავს, ან პროცენტს გულისხმობდეს, მაგრამ სხვადასხვა შემცველობაც ტერმინია, ხო?
ხშირად პროცენტული თვალსაზრისით გამოიყენება ფარდობითი სიდიდით, მაგრამ რაც შეეხება კონცენტრაციას, კონცენტრაცია არის ცალსახად ფარდობითი სიდიდე და აბსოლუტურ ერთეულებში არის ზომება. ანუ 10%-ით შემცირდა, თუ იყო 20%, ანუ გახდა 10%, თუ იყო 15%, ანუ კონცენტრაცია გახდა 5%, ასე უნდა გავიქოთ რა. აა და ასე იგი, მარილი ხო ვიყო 40 გრამი და მოდი აღვნიშნოთ, თქვათ, ეს არის x%. მაშინ ახალ ხსნარში რა იქნებოდა მარილის კონცენტრაცია? იქნებოდა x - 10%, ხო? ასე. რამდენ წყალს შეიცავდა ხსნარი და როგორი იყო მისი კონცენტრაცია? წყალი. რამდენ წყალს შეიცავდა ხსნარი და როგორი იყო მისი კონცენტრაცია? აი, ჩვენ გვეკითხებიან არ დაგვაუწყდეს, აი წყალი რამდენი იყო და თან კონცენტრაცია. ახლა რა ვქნათ, როგორ მოიქცეთ? ცოტა აღნიშნა გამოგვივიდა, აქ ისეთი რა. ცოტა მძიმე გამოდის. პრინციპში ორსვლადიანი შეგვიძლია გავაკეთოთ. მოდი ახლა ბევრი რა ვიფიქროთ. თქვათ ხსნარი თავიდან იყო a გრამი. მაშინ მე რა გახდებოდა 100 + 200 გრამი არ გახდებოდა? კი. ნახეთ ახლა ჩვენ რა ვიცით? ჩვენ ვიცით რომ a გრამის x%, ანუ x მიასედი. ეგ იყო 40 გრამების წერა. 40, ხო? ეგ პირობა ვთქვა. 100 x%-ია 40 და x-ი ჩვენი შემოტანილია. კი ბატონო. და მარილი, როგორც წინა ამოცანაში ნუ სპილენძე არ იცვლებოდა, ახლაც მარილის წონა ხო არ იცვლებოდა და რამდენიც არის მარილი, ანუ 40 გრამი იყო ხო მარილი, იგივე დარჩებოდა მერეც. ოღონდ ახლა უკვე ეს 40 გრამი რა გამოდის? a + 200-ის x - 10%, ანუ x - 10 მიასედი იქნებოდა, ხო? აი ეს 40 გრამი. აი ასეთი სისტემა გვაქვს მეგობრებო, აროსახსნელი და რა სიტყვით, ας თუ ისე მარტივი ჩანს, ხო? აქედან AX-ი გამოდის 4000, ქვემოდან a + 200 ჯერ x - 10 გამოდის 4000. მოდი, შევამარტივოთ, ქვემოთ გავხსნათ ფრჩხილები a ჯერ x - 10a plus 200x minus 2000, ხო? უდრის 4000. და AX-ის მაგალითად ხო შეგვიძლია ჩვენ 4000 ჩავსვათ, ანუ ეს თუ 4000-ია, მაშინ ეს და ეს ვაბათილებს ერთმანეთს. ანუ გამოვხდის, რომ -1000 plus 200x უდრის 2000 თუ გადავიტანდით მეორე მხარეს. თუ 10-ზე შევკვეთს, გამოდის, რომ -100 plus 20x ეგ არის 200-ის ტოლი. მოდი გავსაზღვროთ, არა გამოვიდოდა აქედან იქნებოდა აქედან დავიდოდა 200 აქედან მოვიდოდა 20x minus 200 და ჩავსვათ ახლა ეს აქ. 20x minus 200 დავამრავლებთ x-ზე, ეს იქნება 4000, ნუ აქედან 20 თუ გავიტანდით ჩხილებს გარეთ, x minus 10 იქნებოდა, ხო? და ეს შეიკვეცებოდა, აქ 20 დარჩება და აქ გამოდის x კვადრატს minus 10x-ი და 20 რომ გადმოვიტანოთ, არა 20, ხო? არ მეშლება, არა 20 არა 200. 20-ზე გავყავთ 200 დარჩებოდა. 4000 იყო. არა მე 4000 ხო არ მეშლება. არა, არ მეშლება. ჩავსვა, აქ უნდა მოხდარიყო, კაი, 200
ასე. და რო რა არის აქ ფესვები, x1 იქნებოდა -10, x2 იქნებოდა 20. მათი ნაბრავი 200-ია და მათი ჯამი 10 არის, -10-ია მოპირდაპირე ნიშნით. ნუ 10. აა და ეგ გარეშე ფესვია და შესაბამისად მარილის საწყისი კონცენტრაცია იქნებოდა 20%. ანუ თავიდან ხსნარი მარილი თუ იყო 20%, შესაბამისად წყალი იქნებოდა 80%, ხო? ნუ ეს იქნებოდა მარილი, ეს იქნებოდა წყალი. და ხო, არა გამოდის მართლა ეს თუ 20-ია, გამოდის ოქროები, აი რომ ჩავსვათ აი აქ 20 ჯერ 20 მინუს 200, 400 მინუს 200, ანუ მთელი ხსნარი გამოდიოდა 200 გრამი და ამ 200-დან 40 გრამი ხო იყო მარილი. ესე იგი, წყალი გამოდიოდა 160 გრამი. ახლა რატო ვიპოვე წყალი? თუ კითხვა იყო სწორედ ეს დასული. რამდენ წყალს შეიცავდა ხსნარი? შეიცავდა მანამდე, ხო? 160 გრამს და როგორი იყო მისი კონცენტრაცია? ანუ ხსნარის კონცენტრაცია 20%. 20 მარილი, ანუ რამდენი იყო მასში? 20%. აი, ნუ დაუკვირდით ოქროები ახლა ამას, საკმაოდ ისეთი ამოცანა გამოდგა, ხო? ან მე შემოგთავაზე ცოტა მძიმე ამოხსნა, ან არც თუ ისე მარტივი ამოცანა გამოდის. კიდევ გირჩევთ, რომ ამ ამოცანას თვალი გადააყრით. რა გავაკეთეთ? 205 ნომერი. რა შეფარდებით უნდა შევურიოთ 40%-იანი და 55%-იანი ხსნარები, რომ მივიღოთ 50%-იანი ხსნარი. ანუ გვაქვს პირველი ხსნარი, გვაქვს მეორე ხსნარი, პირველი არის 40%-იანი, მეორე არის 55%-იანი და აი მეთოდით რო შევურიეთ და ნარების კონცენტრაცია თუ იცი, მაშინ შეგიძლიათ თანაფარდობა, ანუ პირველი ხსნარი და მეორე ხსნარი რა პროპორციით უნდა აგვიღოთ, მაგით დაადგინოთ. აქ 10 იქნებოდა სხვაობა, აქ 5 და გამოდის, რომ ეს ხო იკვეცება 5-ზე და 1, 2, ანუ პირველი ხსნარი მეორე ხსნართან უნდა აგვეღო 1-2-თან შეფარდებით. სხვანაირად როგორი ხსნება ეს? პირველი ხსნარი, თქვათ, იყო x. მეორე ხსნარი იყო, რანდა ჩვენ რო სქემას ვაკეთებთ, ისე მიჩვეულივად ცოტა ასე ვთქვათ, მოდი. პირველი ხსნარი იყო, რაც არის ამ შემთხვევაში მარილია თუ რა არის. ანუ ხსნარია და ვის ხსნარი იყოს? იყოს სპირტის თქვათ. სპირტი პირველ შემთხვევაში არის 40%-იანი. ამას ვურევთ, ანუ ემატება მეორე ხსნარი, ეს არის სპირტი იყოს 55%-იანი. ვთქვათ, ეს არის x-ი, ლიტრი, ეს არის y. და მიიღება ახალი ხსნარი, ვიცით, ეს არის სპირტი, რა თქმა უნდა, და მიიღება რამდენი პროცენტიანი? 50%-იანი. სულ ხსნარი ხო იქნებოდა x + y. კი ბატონო. და მუღამი რა არის? რამდენი ლიტრიც იქნებოდა პირველში სპირტი და იქნებოდა x-ის 40%, ხო? რამდენიც იქნებოდა მეორეში სპირტი y-ის 55%. ჯამში ეს არ გამოვა x + y-ის 50%. კი, გამოვა. ნუ ასე შეგვეცდით ყველაფერს. აქ 40x + 55y უდრის აქ თუ ჩქრის გახსნიდით 50x + 50y. ეს აქეთ გადმოვიდა და ეს აქეთ, ანუ 5y უდრის
10x და y უდრის 2x. ანუ როგორ შეეფარდება ერთმანეთს x-ი და y-ი, x-ი როგორ შეეფარდება y-ს. ნუ x-ის მაგივრად, y-ის მაგივრად 2x დაწერდით და ანუ გამოდიოდა 1-2-თან შეფარდება. როგორც ხედავთ, ესეც ანალოგიურად გაკეთებოდა წინამძღოლისთან. კარგი, 806 ნომერი. ჭურჭელი წყლისა და სპირტის 20 ლიტრი ნარევითაა სავსე. კარგი. ნუ გვაქვს ნარევი. 20 ლიტრია. და ამაში არის სპირტი და წყალი. წყალი. ჭურჭლიდან ამოიღეს 5 ლიტრი ნარევი ჭურჭელი და წყლით შეავსეს. ანუ ეს იყო ჭურჭელში, ხო? ნუ აქედან გადმოასხეს 5 ლიტრი და ადგნედა ჩაასხეს, ანუ ჩაამატეს წყალი. ნუ თავისთავად 5 ლიტრი, იმიტომ შეავსესო და რამდენიც მოაკლეს, იმდენს დაამატებენ. რამდენი პროცენტი სპირტია ჭურჭელში? თუ თავიდან სპირტის შემცველობა 20%, ანუ თავიდან იცით, რომ სპირტი იყო 20% და ახლა რომ გადმოასხეს 5 ლიტრი და საბოლოოდ მიღებული რა არის, ნუ გადმოასხეს და ახლა მეკითხებიან აღნიშნულ ნარევში, რომელიც ისე 20 ლიტრი იქნება, ხო, იმიტომ რომ რამდენიც გადმოასხეს, იმდენი ჩაამატეს სპირტი რამდენი რა კონცენტრაციისა. ახლა მუღაბი რა არის, მეგობრებო? რომ მოაკლეს 5 ლიტრი. მაშინ სპირტიც ხო იქნებოდა. კი ბატონო, სპირტიც იქნებოდა. და შესაბამისად, ადრე რომ აკეთებდით, ახლა რაღაც მუდმივ მომენტს რომ ჩავჭიდებით დღეს, ანუ რაც არ იცვლებოდა იმას, ანუ წინა ამოცანებში, რამდენიმე ამოცანაში იყო სიტუაცია, რომ მაგალითად ერთში იყო, რომ შეიცვალა კონცენტრაცია სპილენძის, მაგრამ სპილენძის რაოდენობის ხარჯზე არა, სხვა რამე ჩაემატა. ესე სპილენძის რაოდენობა იგივე იყო დარჩენილი. კიდე იყო მაგნაირის გავსი ამოცანა, მაგრამ აქ უკვე მსგავსად არ არის. იმიტომ რომ გადმოასხეს 5 ლიტრი, მაშინ უკვე სპირტი იყო, ხო? ანუ რამდენი იქნებოდა ამ 5 litrში სპირტი? სპირტი ხო იქნებოდა 5-ის 20-100-ია რა? კი ბატონო. ანუ თუ ამას კარგად დათვლით, ახლა შეგვეცთ 5 1 5 5 შეგვეცთ და 1 ლიტრი გამოდიოდა სპირტი გადასხმულში. მაშინ სპირტი რა 10 ლიტრი გექნებოდა უკვე დარჩენილში, მე გადასხმის შედეგად. თავიდან რამდენიც იყო, მას გამოაკლებოდა 1 ლიტრი, ხო და თავიდან რამდენი იყო ნარევში სპირტი? ეს იქნებოდა 20 ლიტრის 20%, ხო? ანუ 4 ლიტრი გამოდიოდა. ესე იგი, სპირტი იქნებოდა 4 litrს გამოკლებული 1 ლიტრი, ანუ 3 ლიტრი იქნებოდა. და შესაბამისად, ახლა სულ თქვენ რაოდენობა იცით, რამდენიც არის და უნდა დავთვალოთ ფაქტობრივად ახლა სპირტი რამდენიც არის 3 ლიტრი, მთელი ნარევის და ნარევი იყო 20 ლიტრი, მისი რამდენი პროცენტი? ხო? და რა გამოვიდოდა ეგ? 15. ახლა გამოდის, რომ 15% ყოფილა სპირტი მთელი ნარევის. რა, მედია გავიგეთ. 207 ნომერი. გვაქვს ორი ხსნარი, მარუჟავასი. პირველი ხსნარი არის მჟავა. m%-იანი, ანუ m% აქ და გვაქვს მეორე ხსნარი.
აქაც მარილმჟავა. ოღონდ ეგ უკვე n%-იანია, ну ჩვენ ვიცით რომ m-ი n-ზე ნაკლებია. ავხსნარებიდან აიღეს გარკვეული რაოდენობები და შეუძლიეს ერთმანეთს. ну თქვა პირობითად ეს აიღეს b გრამი თქვა ეს a გრამი ეს აიღეს b გრამი და ну შეუძლიეს ერთმანეთს რა. მიიღეს ახალი ხსნარი, რომელიც არის p%-იანი. p%-ია მაშინ მარილმჟავა. მაშინ უეჭველი აი ქვემოთ ჩავთვლილი სიტუაციებიდან რა მოხდებოდა? აი აუცილებლად. ну ერთი რამ უნდა იცოდეთ უეჭველი რომ მიღებული კონცენტრაცია ყოველთვის მცირეზე მეტია და რიგზე პატარა რა, რომ სხვაგვარად წარმოუდგენელია. და მოდი ვაჩვენოთ ახლა ეს დავასაბუთოთ. პირობითად ვამბობ ახლა 20%-იანი და 30%-იანი ხსნარი რომ შევურიოთ თქვენ, ხო? შეუძლებელია მეგობრებო გამოვიდეს 20%-იანი რა რაოდენობითაც არ უნდა აიღოთ. რატომ? იმიტომ რომ ერთი წვეთიც რომ ყოფილიყო 20%-იანი, ну 30%-იანი ხსნარი, ის უკვე თავიდან ბოლომდე შეცვლიდა კონცენტრაციას რა. ანუ ერთი წვეთიც რომ ჩასხათ, უკვე ის 30%-იანი 20%-იანში, ანუ 20%-იანი უკვე აღარ გამოდის. და რატომ? მოდი აი დავთვალოთ ახლა ეგ ტექნიკურად. როგორ ხდება მაგის გამოსახვა. მოდი ეგ წავშალოთ. მარილმჟავა რამდენი იქნებოდა პირველში აი გრამი რომ დავთვალოთ 100 m-ი 100-ი ხო იქნებით. მეორეში b-ს n-ი 100-ი ხო იქნებოდა. და მათი ჯამი ხო გამოდის აი a + b-ს p%. ანუ p 100-ი. მოდი ასე შევგვეცოთ ყველაფერი. კი ბატონო. და დავაკვირდეთ ახლა რა ხდება. აქ გვაქვს a m-ი + b n-ი და მოდი გავხსნათ ჩხილით a-s + b და მოდი დავალაგოთ, ხო? მოდი a-ები ცალკე ეს ასე და b აქეთ. a გავიდოდა ჩხილოს გარეთ და m - ეგ გვექნებოდა და აქედან b გადავიდოდა, b გავიდოდა ჩხილოს გარეთ და p - n გვექნებოდა, ხო? ახლა დავფიქრდეთ. რა ხდება? ჩვენ გვინდა პრინციპში s შეფასება გვინდა. და მოდი p დავტოვოთ ალბათ აჯობებს ცალკე არა. p გამოგვესახა ალბათ აჯობებდა, ხო? ნახეთ, ესე კი არ გამოვსახოთ ჩვენ. ჩვენ გვინდა რომ პრინციპში დავწავშალ. სედა ნაწილი იყოს. p გვინდა ცალკე, ხო? ეს ასე იქნებოდა a + b ეჯერ და ნუ აქედან p რა გამოდის? am-ს + b-ნი შეფარდებული a + b-სთან. და აი გვინდა ახლა ფაქტობრივად რა დავასაბუთოთ? ნუ რადგანაც m-ზე პატარა, აი გვინდა ეს დავასაბუთოთ რა. რომ აუცილებლად მიღებული ნარების კონცენტრაცია მცირე კონცენტრაციაზე თავიდან აღებული ნარევებიდან მცირე კონცენტრაცია რომელსაც ჰქონდა, იმაზე კაცრად მეტი იქნება და რომელსაც ნაკლები დიდი კონცენტრაცია ჰქონდა, იმაზე კაცრად ნაკლები. ერთზე მეტი იქნება, მეორეზე ნაკლები. მოდი რადგანაც m-ი ნაკლებია n-ზე, ხო ცხადია რომ იარსებებს ისეთი რაღაც ალფა რიცხვი, დადებითი რიცხვი, ხო? აქედან გამომდინარეობს, რომ აუცილებლად იარსებებს ისეთი ალფა, რომ n-ი ტოლი იქნება n + ალფას. ანუ თუ m-ი პატარა რიცხვია და n-ი დიდია, მაშინ რაღაც პატარა სულ რაღაც დადებითი რიცხვი არსებობს, რითაც მეტი იქნება, ხო? ანუ m-ი
სულ დაუმატო რაღაც დადებითი გამოვა n-ის დრო. აბა რას ნიშნავს სხვა, რომ m-ი m ნაკლებია n-ზე. და მოდი ახლა გავქნათ. ჯერ ორი რაღაც განვიხილოთ. ერთ შემთხვევაში მოდი n-ის მაგივრად შევიტანოთ p გამოვა am-ს დამატებული და n-ის მაგივრად ჩავსვათ აი ეს m პლუს ალფა p ჯერ m პლუს ალფა შეფარდებული a პლუს b-სთან. ჭხილს რომ გავხსნიდით m-ი გავიდოდა ჭხილის გარეთ დარჩებოდა a პლუს b პლუს b ჯერ ალფა და გავწყვიტოთ ახალწილად a პლუს b ჯერ m-ი შეფარდებული a პლუს b-სთან b ჯერ ალფა შეფარდებული a პლუს b-სთან m პლუს b ალფა a პლუს b და ალფა ხო დადებითი იქნებოდა, იმიტომ რომ დიდი რიცხვი პატარა რიცხვზე დადებითი რაღაცით მეტი. b-ც დადებითია ხო თავისთავად ახლა. და რაოდენობა გრამაჟია. და გამოდის რომ e შეფარდება დადებითი რიცხვი გამოდის. ანუ ნახეთ e რომ მივიღოთ მეგობრებო m-ს უნდა დაუმატოს რაღაც დადებითი რიცხვი. და აქედან არ გამოდის რომ p m-ზე დიდია? ანუ p მიიღება m-ს დამატებული დადებითი რიცხვი. ანუ m იზრდება, ისე ხდება p. მოდი ახლა მეორე სიტუაცია გავიხილოთ რა. ანუ n-ი თუ უდრის m პლუს ალფას, მაშინ m-ი ხო უდრის n მინუს ალფას და m-ის მაგივრად რომ ჩაგვესვა s მინუს ალფა. ნუ ჭხის რომ გავხსნით a-s პლუს b მინუს a ალფა გამოდიოდა. აქ თუ n-ს გაიტანდით, აი მოდი ეს და ეს რო გავწყვიტოთ, ეს რო გავყოთ მნიშვნელზე, ხო იქნებოდა a პლუს b ჯერ n-ი გაყოფილი a პლუს b-ზე, ანუ n-ს და აქ მინუსი არ დაგავიწყდეთ, ეს მინუსია, აგერ რომ გაიხსნებოდა ჭხილი. შესაბამისად მინუს a ალფა შეფარდებული a პლუს b-სთან. და ეგ რა არის, რადგანაც ეს დადებითია ალფა, დადებითია a პლუს b, ესე იგი გამოკლებით n-ი მცირდება და ისე ხდება p-სტოლი. და ეგ გამოდის რომ p ნაკლებია n-ზე. ანუ p აუცილებლად არის m-დან n-მდე. და ასეთი სიტუაცია გვექნებოდა. ნუ p იყო აქ პასუხი. კარგი, 200 მერვე ამოცანა. მოდი ნახოთ. კლასის გოგონების 25% და ვაჟების 40% ვარჯიშობს სპორტულ სექციაში. თუ კლასის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის p% ვარჯიშობს სპორტულ სექციაში, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელობიდან რამდენი მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს? ეს ძალიან მარტივია, ანუ წარმოიდგინეთ ახლა, ესე იგი გოგონების 25%, ანუ ფაქტობრივად რაღაც სახს ნარად რო წარმოიდგინოთ, ახლა ნარევად გოგონები, ხო? ანუ რის ნარევად, ვინც სპორტულ სექციაში დადის და ვინც არ დადის და გოგონებში თუ არის 25%, ბიჭებში არის 40%. და რომ შევურევ ნარევში რამდენი პროცენტი იქნებაო და ნუ აუცილებლად იქნებოდა 25-დან 40-მდე სადღაც შუაში, აუცილებლად იქნებოდა აქ p%. შესაბამისად, რომ წერია რომ აი 15 ვერ იქნებოდა. ვერც 22, იმიტომ 25 და 40-მდე უნდა ყოფილიყო. ვერც 51, ვერც 65. და რჩება ორი ვარიანტი, მეგობრებო, ეს არის 27 და 29. ორი მნიშვნელობა შეიძლება ყოფილიყო მართლაც მიღება, ანუ მთელი ბავშვების ის რაოდენობა, რომელიც სპორტში დადის. ეს კონცენტრაცია.
მოდით 200 ამოცანაზე დავფიქრდეთ ახლა. ქალაქის მერის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა. ბიულეტენების N%-ის დამუშავების შემდეგ საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ A კანდიდატმა მიიღო ხმების 62%, B კანდიდატმა 38%. რა უმცირესი მთელი N-ისთვის აძლევს ეს შედეგები გამარჯვების გარანტიას A კანდიდატს თუ ბათილი გაუფორმებული ბიულეტენი არ არსებობს. ანუ გამარჯვება ისე უნდა იყოს და კონკრეტულად ალბათ უფრო მეტი ხმის მიღებას ნიშნავს, ხო, ვიდრე მეორე კანდიდატისთვის. აი, მოდი დავფიქრდეთ. ნახეთ ახლა მე რას ვფიქრობ, რამზე რომ გავამახვილოთ ყურადღება. აი, აგერ არის სულ მთელი ამორჩევლები, ხო, რაღაცა ესე ნახატით რომ წარმოადგინოთ. და დავთვალოთ რა, რამდენმა მისცა ხმა, ეგა ყველა ერთად. და დათვლილი არის N% რა, N% დავითვალეთ. ეს N%, ნუ დავითვალეთ. და იცი შენ რომ ამ N%-ის 62% მიიღო ამ დათვლილების, ხო? A კანდიდატმა და B მიიღო 38%. და ახლა შეხედე. რა უნდა ყოფილიყო? ანუ შენ რამდენი უნდა დაგეთვალა ამ მთელი რაოდენობიდან, სულ ცოტა მთელი რიცხვით გამოსახული, რამდენი პროცენტი უნდა დაგეთვალა, რომ ამ მონაცემების პირობებში იცოდე, რომ ამ გაიმარჯვა. აი, ამ გაიმარჯვა. ახლა გამარჯვება რა დროს არის? როდესაც აგროვებს იმაზე მეტ ხმებს, ვიდრე აქ B-ს. და შენ თუ იძახი, რომ N% მე მკმარა, გამარჯვების გამოსავლენად გამოდის, რომ დანარჩენებს, ანუ S-N%-ს სულ რომ მხოლოდ B-ისთვის მიეცა ხმა, ანუ ყველა მათგანს მიეცა B-ისთვის. ხმა. ხო? მაინც გამარჯვებული გამოვიდოდა, იმდენი ექნებოდა უკვე. ხო, შენ რაღაცას რო ამოწმებ, ხო? არის თქვათ 5 მეგობარს რაღაცა თანხა გადასახდელი და თუ სამმა უკვე შეკრიბა ეს გადასახდელი თანხმთელი მოცულობა, მეოთხე და მეხუთე რაც არ უნდა მოიტანოს. ხო, აი რა დროს ეყოფა ცუდი მაგალითს იყავით. და პრინციპში კარგად არ აგვიხსნი ახლა ცუდად და რა დროს იქნებოდა N% საკმარისი? გარანტირებულად იმის სათქმელად, რომ ამ გაიმარჯვა. თუ აი ამ N%-ის, აი მთელი რაოდენობის N%-ის, ხო? ამ N მიასედის 62 მიასედი მეტი იქნებოდა დანარჩენებზე. აი სულ ყველა დანარჩენი ხმა რომ მიიღო იმას B-ს და დანარჩენი რა არის? დანარჩენი არის N-ის, ანუ N მიასედის N%-ის 38% და აი ეს 100-N, ხო, ეს თვითონ 100-N მიასედი. აი ეგ. რომ მთელი ერთად რო ჩაგვეთვალა მთელი რაოდენობა, მაშინ N% ხო იქნებოდა N მიასედი და 100-N% იქნებოდა 100-N-ის მიასედი და შესაბამისად მეგობრებო, რომ ავდგეთ ახლა ჩვენ და დავთვალოთ აი ყველაზე ცუდი ვარიანტიც ამ რახმები მიიღო ამ სიტუაციაში, რა დროს იქნებოდა საკმარისი N%-ში 62%-ის ხმის მიღება, თუ ყველა დანარჩენი B-ს ამორჩეველი იქნებოდა, მაგრამ მაინც აჯობებდა ხმების რაოდენობით რა. ხო, ну მოდი ახლა ასე, ანუ 10,000 გავამრავლოთ ყველაფერი ასე და ეს გამრავლდებოდა ასე, ხო? რომ შეიკვეცებოდა აქ 62N, 38N, აქ იქნებოდა 100 ჯერ, ანუ ეგ 10,000 - 100N
და ეს 38 გადავიდოდა გამოკლებით, იქნებოდა 24, ანუ 124 n მეტია 10.000-ზე და n აქ მეტი იქნებოდა 10.000 შეფარდებული 124-თან, ეს რო შევკვეცოთ 4-ზე, ეს იქნება 2500 შეფარდებული 31-თან, ხო? 31-თან და ეგ რამდენია ახლა 250-ში 31 მოთავსდება 8-ჯერ, 248 არის და ჩამოდის 0, ხო? 0-ში 0-ჯერ და ეგ იქნება რამდენი ახლა ეს 150-ს გამოკლებული 148, ეგ არის 2, ხო, ჩამოდის 0, 2-ში 0-ჯერ მოთავსდება და 20, 31. ანუ სულ ცოტა n-ის მინიმალური მნიშვნელობა რა იქნებოდა? ეს იქნებოდა 91. ნუ იმედია გავიგეთ ეს ამოცანა. ცოტა რთული ამოცანა სხვათა შორის, აი გაგება თუ როგორ უნდა შეაფასო n-ი და მისი მინიმალური მნიშვნელობა როგორ უნდა დაეჭირო, არა თლად სტანდარტული მომენტი. კარგი, მოდი 200 ვნახოთ. 200. ფირმა მიყიდა ორი სახის ხორბალი, სულ 900 ტონა. გასუფთავების შემდეგ პირველი სახის ხორბალმა წონაში დაიკლო 1.5%-ით, ხოლო მეორე სახის ხორბალმა 2%-ით. კი ბატონო. ამის შემდეგ დარჩა სულ 884 ტონა სუფთა ხორბალი. პირველი სახის რამდენი ტონა ხორბალი შეიძლება ფირმა? აი პირველი სახის ვთქვათ შეიძლება x ტონა. მეორე სახის მოდი 2 წლად შემოვიდა. y ტონა და სულ ვიცით არის 900 ტონა. ნუ ერთი განტოლება მზადაა x + y უდრის 900. ახლა, ნუ პირველმა ხომ დაიკლო 1.5%-ით, ანუ მოიკლო ანუ 1.5%-თან ამდენი პროცენტით. ხო, შეხედეთ ახლა წესით ჩვენ უფრო მიჩვეული დასვა, აი 10%-ით რომ იკლებს, დარჩა 90% და ვწეთ 90-100x, მაგრამ აქ ისეთი უშნო რიცხვების რჩება დასაწერი, ხო? უნდა დავწეროთ ეს დარჩენილი შედეგი, აი 1.5% თუ მოიკლო, ესე იგი 98.5% რჩება, ანუ ეს უნდა შეაფარდო 100-თან, აი და x-ის ეს პროცენტი იქნებოდა 98.5% დასათვლელი. y-ის შემთხვევაში 98% იქნებოდა დასათვლელი. y-ის და ამათი ჯამი გამოვიდოდა ის დარჩენილი 884 ტონა და მაგას რა ჯობს, იცით? მოდი რა მოიკლო ის როგორ მოიკლო ის დავწეროთ. ანუ 1.5% რამდენია x-ის 1.5%-თან გამრავლებული x-ზე და 2% თუ მოიკლო, ანუ 2.100 გამრავლებული y-ზე და მოკლებულები სულ რამდენია? 16 ტონა არ გამოდის? ხო? იმიტომ რომ 884 თუ დარჩა 900-დან, ესე იგი 16 ტონა მოუკლია. ანუ მეორე განტოლება რა იქნებოდა? 1.5%-თან შეფარდებული გამრავლებული x-ზე დამატებული 2.100 y-ზე ასე, რომლის 16. ახლა მოდი გავამრავლოთ ასე ყველაფერი, განტოლება იქნებოდა x + y არის 900, აქ 1.5x + 2y ეს არის 1600 და მოდი გავამრავლოთ -2-ზე, იქნებოდა -2x - 2y -1800, შესაბამისად ახლა აქ 1.5x +
2y უდრის 1600-ას და ამათი ჯამი რა იქნებოდა 2y-ები პათილდება 1.5x მინუს 2x ისა 0.5x მინუსით, რომ დავუმატებთ ამათ ერთმანეთი. ეს არის მინუს 200, ეგ იქნება მინუს 1/2-დია, გადავიდოდან გამრავლებით და x იქნებოდა 400. ანუ რას გვეკითხებიან ახლა ჩვენ? პირველი სახის რამდენი ტონა ხორბალი შეიტანა უნდა. შესაბამისად, პასუხი მიღებულია, 400 ტონა. ეგეც, მოდი, აქ შევწყვეტოთ და მე 211 ნომრიდან გავაგზავნოთ მომდევნო ვიდეოს ჩაწერა.